ბოლი, როგორ გახსოვთ ბოლს რო უწოდებდით? ვოზდუხა ბოლი, ხო? უკეთესია ვოზდუხა. ბოლის ამბავი, ბოლი ბოლად დარჩება. საერთოდ უნდა გაუშვა. კი ბატონო. და მოღალატე გახარია თავისი ბოლობა და ამტკიცა კიდევ ერთხელ კომისიაზე. ჩვენ გვაქვს ვიდეო, სადაც შეგვიძლია გაუშვათ არ მახსოვსები. არ მახსოვს. ეს როგორ არის იცი? არ გეტყვი. არა, ეგ ხო არის ჯენტლმენი удачи ემახსოვრებათ. არა, ზუსტად ეგ იყო. რაზეც უსწორდებოდა, იმაზე უნდა რომ არ ახსოვდა, რაზეც არ უსწორდებოდა, იმაზე უნდა რომ ახსოვდა. გაუშვათ. არჩენები არ მახსოვს მე იყო კიდე. არ მახსოვს ახლა სიგარები ექსელი იყო. ანუ ვინმე დაადასტურებს რომ ეს ბრძანება არ მახსოვს. არ მახსოვს რა დროს მოვედი. არ მახსოვს, იქ არ მახსოვს. არ მახსოვს, ხო, ახლა ესე არ მახსოვს. არ მახსოვს მეთქი გეუბნებით. კონკრეტულად არ მახსოვს. არ მახსოვს, არა, არ მახსოვს. არ მახსოვს. არ მახსოვს. ხალხი სულ არ მახსოვდა იქ ჯარი როი. მე გითხარით რომ არ მახსოვს მეთქი. გახსოვთ. არ გახსოვთ. სტამბოლის აეროპორტიდან რომ დაგირეკეთ, ტელეფონში უყურებ რაც ხდება რუსთაველზე მეთქი გახსოვთ? არ მახსოვს. არა. არ მახსოვს. მახსოვს რომ მოვედი და იქ შეკრება იყო რაღაც. ცოტა გვიან რომ შემოგვიდა. ცოტა დამაგვიანდა კი. კი, ოდნავ დაგაგვიანდათ. როგორ გამიხარდა რომ რაღაც გახსოვთ? ხო. სინამდვილეში მეგობრებო, სინამდვილეში. მას ყველაფერიც ახსოვს. მას რა თქმა უნდა ყველაფერიც ახსოვს და ჩვენ აი ამ ეს კომისია სულ არ გჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწუნდით, მაგრამ კომისია სულ არ გჭირდებოდა. ამაში დასარწმუნდა. ამაში დასარწმუნდა, ეს არის მოღალატე, ეს არის ადამიანი, რომელიც იძახის რომ გადადგა იმიტომ, რომ შეეშინდა, რომ მსხვერპლი მოყვებოდა ალამუთის ციხის აღებას და გადადგა თუ არა რამოდენიმე ხანში გომელაურმა ჩინებულად და ბრწყინვალედ ძალიან იუველირის სიზუსტით არა იუველირის სიზუსტით ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც რა ვიცი 10 წუთში ესენი ნაცები ამობდნენ რომ ამ ალამუთის ციხეს ვერ აიღებთო და 10 წუთში თვითონ გამოვიდა მელია და ჩაბარდა, მაგრამ რაც თავარია გიორგი გახარია მან ესეთ მნიშვნელოვან, ესეთ საპასუხისმგებლო მომენტში გადადგა დატოვა გუნდი, ხო გაიქცა რა თქმა უნდა დატოვა გუნდი, ნუ ესეც საფრთხის ქვეშ გაახარა ნაცები ვის სასარგებლოდ დატოვა და ვის სასარგებლოდ გაიქცა ვის უხაროდა მაგ პერიოდში შეხედე ალამუთის ციხეში იყო ჟრიამული და ჟრიამული რა თქმა უნდა იმის მერე იგი ეწეოდა ყველანაირად ნაცების ხელშემწყობ და ამაზიანებელ ქართული ოსმალეთის თავისყოფილი გუნდისთვის ამაზიანებელ პრაქტიკებს და სოციალურ პრაქტიკებს, მაგალითად თავის კანდიდატურის დაყენებიდან დაწყებული ნაცების სასარგებლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ გიორგი გახარიაზე რა უნდა ვილაპარაკოთ? ცალსახად, ერთნიშნულოვნად მას შეარქვა ქართული ოსნების მხარდამჭერმა და ამომრჩეველმა ასულის რა ქვია, რაც ეკუთვნის მაზაკვალი. ერთი მაზაკვალი და მეორე მოღალატე რა, ძალიან მარტივი ეპითეტი, რომელსაც ეხა გუბა არა გუბაზისეული ღალატი, არამედ ნამდვილი ღალატი. საპასუხოდ არც კი გაუშვებ. გუბაზიც გვაქვს. საპასუხოდ არც კი გაუშვებ იმას, მაგრამ გაავრცელეს რაღაცა სკრინები, რაღაცა ჩატები და სადაც თეატროლოგიანი ერთგან ქართული შრიფტით არის, მეორეგან ლათინურით. ხო, ჯერჯერობით მისი ავთენტურობა არ არის დამტკიცებული და ფეიკია, აბსოლუტურად ფეიკია და მე მგონი რომ თქვენი მოსატყუარე კვილი კარგა ხანია გამოვიცვალეთ. გახარიაზე არ მინდა ბევრი ლაპარაკი. გუბსონ მანდელა. როგორ? გუბსონ მანდელა. გუბსონ მანდელაზე შეიქვა. გუბსონ მანდელა. გუბსონ მანდელა. აი ნახე ხა რა სერიოზული თეოლოგია. ეს გუბოზია თუ გუბოზიშვილი? არა. კაი, ერთი წუთი. ერთი წუთი. გუბოზი არ გვინდა, გუბსონი უფრო გუბოზია. გაცერდი. გუბსონ მანდელა. ნაც ანალები. ნაცი ანალები. რაც გნაცები. უბობოტამი. ხო, სხვათა შორის. რაღაცა შეჯიბრება შეიძლება ჩავატაროთ აი ამ თიკუნებში და ვინ უფრო მეც მოიგონებს. როგორც ეხლა არა, გაუშვით. გუბოზი. წითელ პარასკევს კვერცხებს შეღებავენ. კი ბატონ გუბას იცით? დაგეღებავთ ამ კვერცხებს. ძვირფასო კოცებს. რას ნიშნავს წითელი კვერცხი, იცი? თქვენაირებმა რომ ისა ჯვარს აცვეს მაცხოვარი ციგნობრებს და ფარისევლებს რო ეძახოდნენ იმათ რატო ფარისევლები ვინ იყვნენ? აი ყველაფერს იცავდნენ წესებს. ავე რჯულის წესებიდან გადახვევა როგორ შეიძლება? ყვათა დაკრეფა, მოკლა, ჩაკოლვა. მაგრამ სული არ ქონდათ. ხო, ნუ აქ უკვე თეოლოგიური ის არის დისკურსი.
კი ბატონო. თვითონ წითელი როაც თეოლოგიური წიაღსულები. რა თქვა? არ გავიმეორებ, ბატონო. მეორე ვიდეო არა, მე უბრალოდ ერთი პატარა ნიუანსი მინდა თქვენ ყველაზე მომაქციო, რომ მაინც საკვებზე სხვა შორის გუბაზე როდესაც საუბრობს საკვებზე, არის ხოლმე ძალიან ესეთი აი გასტრონომიის სოციოლოგიიდან როცა გახსოვს იმაზე გახსოვს იმაზე რომ ილაპარაკა კონცეფტზე ყველას გიცნობ ცივადო, ცხლადო, შემწვარსო, მოხრაკულსო. გავუშვათ მეორე. საკმაოდ წარმატებულია სავაგარეთ ქართველი პოლიტიკოსებიდან ახლა ცნობილი ვინც არის ერთი ციხეშიძის მიხეილ სააკაშვილი და მეორე სალომე ზურაბიშვილი დანარჩენები არ არიან ევროპის რეგიონალური მასშტაბის პოლიტიკოსებიც კი არა ვყავს ჩვენ ეს ყოველთვის ძამძიმე ამბავია ანუ დაუბრუნდა ის იმის ქებას თამარ მეფის ქებას მე თუ მაპატია ანუ რა ხდება ხო აგინებდა ვინ ჩემპეხები ხართო ეხა რა ხდება თამარ მეფე რამე პრობლემა აი გუბაზის გარამე პრობლემაა რომ აზრი შეიცვალოს მეორე არაზი სიტყვაზე აზრი რომ შეიცვალოს ან სხვანაირად თქოს პრობლემა არის თანამდებობაში შედავით რაც აქ მისაზნა თქო იყო მარადონა ელეო არა მარადონა მე მგონი არ ხო შეიძლება თქვა მარადონა კარგი მარად თქვა დასავლეთს ვარსკვლავიო კალადონა დასავლეთს ვარსკვლავიო და აღმოსავლეთ ევროპის ამომავალი და კაშკაშა ისა რომ მიდის უკრაინაშიო ვერ გაივლისო ქუჩაშიო აედევნებაო ხალხიო ის უყვარს ალბათ თქვა ეს რო მე უბრალოდ გუბაზი სად შეიძლება აღმოჩნდეს ეხა გასაგებია სადაც არის მაგრამ უფრო ღრმად შეიძლება სად აღმოჩნდეს აი უახლოეს ხანში როცა სხვათა შორის აი შეხედე როგორ შეიძლება ერთუჯრედიანი დაბალ ორგანიზებული რაღაცა რომელი ერა არის ხაბეიშვილი პალეოლით არა პალეოლით კარგია ის კიდე კანტროპი როგორ შეიძლება გამოვიდეს აი ბოროტი როგორ შეიძლება აი ვნახოთ გაუშვათ ხაბე გავუშვით ძალიან ძიმეა მაგრამ აი მეორე ნაწილზე მინდა რომ დაუჯერო რა აი ვიღაცა ტიპები ხო შედან. ხო. და ლაპარაკობენ რა. რომ ბიზნესი წამართვეს. ხამის 3 საათზე ჩემთან მოვიდა და მიფორმა. მე პროკურატურაში დამიბარეს. პროკურორმა მაწამა შავ ოთახში. მე მოსამართლე ან მართლა თემას ყვება რომ გინდა რომ ადამიანს უბრალოდ ბოლოს სად ვიჭედები, იცი? მართლა ვიჭედები სად? რომ აი ეს ტიპი ვინც მოვიდა შენთან ხო? ფინანსურის ვიღაცა, ვინც გაშინებდა. ეხლა თანამდებობაც. და მე დაწინაურებული კი არა და ვაფშე სად არის ეს მაიმუნი გავაჩეროთ ეხლა სხვა შორის აქ ის უფრო მაიმუნია ის ხო არ არსებობს რა და სხვა შორის ძალიან ცუდი მოხდა რომ ალდეიშვილი ვერ ჩავიგდეთ ხელთ მაგრამ არის როგორც ხლიკი და გაძრა არჩევნების შედეგები არც იყო გამოცხადებული კი არა წინასწარი შედეგებიც არ იყო რომ გაძრა ხლიკივით მთელი ეს სისტემა დაშინების რა თქმა უნდა ციხეს თავისი ადგილი ჰქონდა სოც და კუც თავისი ადგილი, მაგრამ თავიდან ბოლომდე ბიზნეს სქემების, ახევის ბიზნეს სქემების და ღამის ნოტარიუსებთან მისვლის თემები თავიდან ბოლომდე იყო ადეიშვილს და არის ადეიშვილი იქ სადაც არის სამწუხაროდ უკრაინაში. და ადრე თუ გვიან, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა პატრიოტი უკრაინელები და არა ზელენსკი, რომელიც არის თავის ქვეყნის მტერი, ჩვენ სავსებით შესაძლებელია გადმოგვეცეს. ეს ძალიან კარგი სია არის. მოდი ცოტა აურიოთ ქრონოლოგია და პირდაპირ არც მეტი არც ნაკლები გიორგი სავანელი. გიორგი სავანელი ვინ არის? არა ვიცი, გავუშვით. ესენი საერთოდ ესენი არიან რაღაცა ორფეხზე მოსიარული არსებები, რომელშიც მისხალი ადამიანობა არ დარჩა, სულის ნატამალი არ დარჩა, ამ მართლა სულში ჩაფურთხებულების, ეშმაკის მიერ სულში ჩაფურთხებული არსებების. შეპრობელია. კაცი კადრი ეშმაკზე საუბრობს ჩამოგჩობილი სახში. ეს საუბრობს უკან იმენა ჭინგა. ხო, ოღონდ უკან ესეთი რელიგიური შინაარსის ვიდეოა, ხო, სანთლები და ხატები და ამ დროს ეს პირი ლაპარაკობს ეშმაკზე, ჭინკაზე. რა ვიცი, ესეთ თვალნათელი ამბავი უგლებრივი ჭინკაა. არაჩვეულებრივი. ის კი არა. რამე ის კი. ეს ტიპი ვინაა? ეს არის მსახიობი გიორგი სავანელი. თუ რეჟისორი, მეთო ჩემს რა. დაჟე. ბოდიშების თეატრში. ბოდიში. სიდნი ლუმეტია? იმის თითების კი არა, მოძრაობის თუ რაღაც თეატრში. რაღაც თეატრები ხო გამოილია და
ორიგინალური ხო? დავაი ნასკს პირდაპირ არც მეტი არც ნაკლები კახა მოგიდგას ალბაჩინო არო შენ გინდა რომ აესე წავიდე? კი ანუ შემოქმედების ფლანგი აიქცია დღეს მე დაბლა ვეღარ ჩამოვარდება და ეგო კიდე მსახიობია თუ რეჟისორი ეს ეს რეჟისორი არ არის არა მსახიობი მსახიობიც არის მაგრამ რეჟისორიც არის რა ორენ ბიტია რა თემ როჟაა და იმიტომ და პლუს მეომარი არის თან მაგარი სიმპათიზმი მელ გიბსონია გახსოვს ორენ ბიტი მელ გიბსონ ჯეკ უფრო ნიკოლსონი მელ გიბსონი რა იმას რო კითხეს გასაუბროთ ხაცარავას ომში ხარ თუ ნამყოფიო და ომში არა ომთან ახლოს კაუჩი წკიბზეო ეგრო ფოჩიან კონფეტებს ეძებდა გახსოვს მოვითმინოთ ამ და შევაჩინო და როცა დასრულდებიან ესენი აი უმკაცრესად უნდა დაისაჯო იმიტომ რომ გააჩერეთ მეგობრებო თუ შეიძლება კენეტ ანგერის ფილმია მეგობრებო ერთი წუთი თუ კადრი კენეტ ანგერის ფილმია გააჩერეთ რა ოღონდ გააჩერეთ ხელს რო იქნებს კლუბი პლანი რო გააჩერეთ მასკულინური რამე ისეთ პლანი დაუჭირეთ რა ხმის garaში გავუშვით არა გაჩვენოთ რაღაც ჯინჯილებზე გაგაცემდი გავუშვით მატულობს გავუშვით თუ შეიძლება აი ეს არა ჯერ აი გააჩერეთ ან რაღაც აი ხელს უბრალოდ ბეჭდები რამდენია ხო მე მგონი ყოველ გამოსვლაზე მას ემატება ჯინჯილები თან ისეთი ძიმე აი რომ დიდებული ჯინჯი არა დიდებული ისეთი მე თქვა რომ გასა ბასენში თუ ჩავარ და რომ ჩაიძიროს აი ესე მაჩვენეთ როგორ ან სადმე ყოფილ ტომებში თუ მოხდა უეჭველი ისე გონებათ კარჩ კენეტ ანგერს არ როცა შეჭამენ გამოიღება არა პირველად მე ეგონებათ ხებს ემპერატორო არის მულტფილმი თქვენ აირჩიეთ შემოქმედებითობის გზა და რატო არ გაქვთ ნანახი კენეტ ანგერის სკორპიო რაიზინგი ბატონო სკორპიო რაიზინგი თქვენ ვის დანახა ეს არის ultra მასკულინური ყავის ესთეტიკაზე დაფუძნებული იმაში რა ქვია ანგლოსაქსურ კინემატოგრაფში ყველაზე თვალსაჩინო ჰომო ეროტიული აგინდა რემს ლაპარაკო ხანდახან პირდაპირ ლაპარაკობ იგინები და ხანდახან თუ სიტყვებს ბაზრობდა კადრები გამახსენდა კორეული კადრები გამახსენდა აი ოღონდ ძმაო და თვითონ მე ჩაგიძე მეც არ მაქვს საკითხული ბოდიში ხო კაი აღარ გიქ და ის აბა შენ ბარამიძეზე და ვაფშე მე მგონია რომ ის აფასების ამბავი რომელიც იქ მოიყო და მე უამრავი ინტერპრეტაცია კი არა სრულიად სხვანაირი იმართულება მისცეს Facebook-ში ამას რომ თითქოს ისინი მაგას რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ იყვნენ კრიმინალები არ იყვნენ ანუ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს მაგ მიმართულებას ეს გვაძლევს იმის უფლებას რომ ოჯახი ამოხოცო და ცოცხლად მაგაზეა საუბარი და არა თორე ეხლა მაშინ მაგას თუ დაუშვებ შენ მაგ მორალურ იმპერატივს თუ შენ უშვებ შესაბამისად მიდიხარ რომ ციხეში გაუპატიურებაც ოკეი ყოფილა იმიტომ რომ ვიღაცა და მე ეკხალხის მაგას და ზუსტად მანდ მიდიხარ მაგაშიც ეთნიკურად ეთნიკურად იმ პერიოდში ხო გახსოვს ცენტრალური ევროპელები აფრიკაში დემებში ძაღლებს გეშავდნენ ადამიანებზე და რა თქმა უნდა ეს მალინუა და ისინი რო არის ჯიშები და ავჩარკა ნაგაზი აჯიბრებდნენ ერთმანეთს და ისინი და იმათ განმოსახედიდან ვიღაცები არასწორები იყვნენ რა არა რაღაც არის რომელსაც შენ არ უნდა ჩამოხვიდე მე მაგ ვიდეო ბურები ჩამოსხვალ ეს ბურთან მივედი და კარგი იყო ადრეო რომ ტერიტორია ქონდა შემოღობილიო იქო 1-2 ზანგი რო შემოვიდოდა ფერადკანიანი შავკანიანი ვესოდიო და პრობლემა არ იყო მაშინ ჯარიმას ვიხდიდიო ხო და თუ ნადი ხო ხვდები და უყურებდი დაოცებული რა კი ხო და ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ ეს გასაგებია ეს ყველაფერი როგორც არის რანერცად და საით მივდივართ მაგრამ მე მაქვს აი ისევ კინოალუზია რომ მოიყვანო აპოკალიფს ნაო ხო როდესაც ნურსებით ერთმანების ვაგნერის ეპიკურ მუსიკაზე სოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სცენა გათამაშდა. და იმ სცენის კონტექსტი იყო ნეგატიური. მაგრამ რომანტიზდა. ბატონო? მაგრამ რომანტიზდა. არ უნდა კოპოლას მაგის. არა, კოპოლას არ უნდა და ჩანაფიქრი სხვა იყო, მაგრამ რომანტიზდა. ნუ კარგად გადაღებული რა. იმდენად ძალაუფლებრივი კადრია და იმხელა ეგზალტაცია. ვაგნერი შვება მაგას. და დუალისტის კომენტარი დილაობითო ძალიან მოყურს ნაპალმის სუნიო. სუნიო. ანუ პოეზია. და მე იმას რო გაუშვებს სერფინგის. ხო, ანუ აქვს ეგ მონაკვეთები. ხო და აი ეს შეიძლება საკუთარი რაც არ უნდა მანდიტი იყოს, ოჯახი რო არის იქ, აი ეგ მოუწყეს. ხო რა, ანუ მართლა გაცლებ თუ არის.
ხო, გაცილებით უარესი, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა დეტალი არის. კუტა ბიჭი გავუშვით თუ შეიძლება. ბიჭო, ტიპსი ეს წარმართა რომ ქუჩაში აგესწრებოდეს თქვა აი დინამიკით და შენ მიმართვაზე რეაგირებდეს. ორივე სჭირდება რაღაცნაირად ეს დობა და ეს თუ არ არის იგივეა ჩემთვის აი მანქანას რო საწავის აუზია გახრეტილი და მიძის მსჯელობა ეს მანქანა ამ მარჯვენა გზით უნდა წავიდეს თუ მარცხენა აშკარად ვატყობ რომ გინემზი წავიდეს გიდამ ამ გზით წავიდეს ბოლომდე მიღწევი ეს არ არის და აი ეს იყო ჩემთვის არჩევნების მეორე დღეს ესეთი მაგარიტების მე ძლიერი ალუზია იყო რა არ მოგეწონა მაშინ თამარ მანქანის აუზი არა ის მაშინ ლევონა სანიკიძე ბუბაზე ხან გავუშვით ლევონი გავუშვით ბუბაზე ანუ პატარა გულბოზი ბუბაზე ბიჭო ცოტა პატარა გულბოზი გულბოზ ჯუნიორ ნაც ანალები გნაცები მოდი აბა გავუშვით მენა რომ ამ ქვეყანაში უპირისპირდებთ რუსებს და FSB-ს აგენტებთან ერთად მართავენ ამ ქვეყანას და კიდე როდესაც მისმის შეუძლებელია მეგობრებო ერთი წუთით მართლა ცოტა რაღაცა რა არსება ჩვენ ტელევიზიის ერთ-ერთ ფრაგმენტ გადაცემას აქვს პრობლემები მეგობრებო ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ შინაარსის კომენტირება რა ბიჭო კუჩი ყველაფერი გაიგერა თქვა გაიგე გავიგე კოჩი გველაფარ ანუ რა პონტია უკრაინა ჯავანეს ლექსს ერთი ორი გავარჯიშებს კოჩებს ორი ეს თუ გოჭია მაშინ ბუბაზე ვინ გამოდი გორი მიტოდა ვეთქვა კოჩი გორი მიტოდა ისახია ხომ რა პონტია ეს ბიჭო ეს რა ცოტა დასტოვინე შენ მაღალეთი კურობას გავარჯო სამცხლის სინამდვილეში ბიჭო სულად აგვაქვს საქმე ესეთი ოპოზიცია რო გყავს არ არის კარგი აბა რა და მაგიტო გვინდა რომ აუკრძალოთ საბოლოოს შალვა მინდა გავაჩერდეს ველი ატოგორგილაძე გაუშვი მინდა პასპორტი ხებს და ატოგორგილაძე გაუშვი ორჯერ გაუშვი ორჯერ სამს რომ რაღაცა ზღვარი კიდევ არსებობს ხოლმე მორალისა და ისინი მიგვათრევენ ამორალურობის ახალ სკელებთან და ეს ადგილები ჩვენთვის უცნოა მაგრამ უცნობია და უშუალოა ქართული ოცნებისთვის ამორალურობის ახალი სიფრთხეები არის ძალიან ნაცნობი თავიანთ მოედანზე თამაშობენ ის ამიტომაც ძალიან რთულია ხოლმე რომ ბაჩო რა კომენტარს გაიგე შენ ეთახმები რა თქვენი გზები გაიყო არა რა არის იცი რომ ამორალურობის რაღაც მოედანი თქვა სადაც ჩვენ ვართ და ის არის მორალური ანუ ის არის თეთრებში ჩვენ შავებში ო ისეც არის ის არის შავი ის არის სუფთა ჩვენ ბიძური პატარაღი მორალურობა უნდა მაგრამ ჩვენ 40 წლებს ნუ ვერაფერს ვერ ამბობს ანი წითლიძეზე ამბობ რამე რაზეა აბა რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს პროტესტი კიდევ უნდა გაჩერდეს. არ გააჩერეთ, არ შეიძლება. ძინა კადრი რა პრობლემა? ვერ მივხვდი რაზე აკეთებთ აქცენტს. ძინა კადრი დაბრუნდეს. მე ვერ ხვდები აქცენტს რაზე სვავთ. მოდი დავტოვოთ მაშინ ეს გამოცანად გადავინდეთ შემდეგ. რაღაცა ნორმალური შეარჩიეთ. ესეთი საღამოა. ადამიანები ძილისთვის ემზადებიან. ღამე ადამიანები ძილისთვის ემზადებიან. რაღაც კადრები მართლა შინაარსთან ხედავთ ვეღარ უშვებთ. მაშინ აი კაცი გაუშვა. ვინ არის? უსუფაშვილი. ხო, აი კაცური კაცი. იმენა კაცი. დიდი გრიგოლაძე. ეს ორიენტაცია დაკარგული, თავგზავნეული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც საკვებად რაღაც იდეოლოგიურ საკვებად აქვთ თავის მიერ შეთხზული ზღაპრები. აი იმის თაობაზე რომ სოფლიო მოიცალა მხოლოდ იმისთვის რომ საქართველოს მიზანში ამოიღოს და ცუდი საქმეები გაუკეთოს, ოღონდ სოფლიოში ერთადერთი ვინც არ იგულისხმება არის რუსეთი, ყველა დანარჩენი მტერია. აი ამ ნარატივში მოქცეული ადამიანები საკუთარ თავს ყვებავენ ამ იდეოლოგიური რაღაცა ფრაზეოლოგიით და ამასობაში სადმეაქანებენ ქვეყანას. მე მევასება ეს კაცი რო არის შვილსომეო, ესე არ ვსდიო რომ საქართველოს დაჭირდა იომოს. არა, საერთოდ რა პოლიტიკაა. შევსო ვსდიო მეო ბედნიერებისთვის და ამისთვის არ ვსდიო. რა თქმა უნდა, ვარავის არ უნდა. არა, მე არ ვეუბნები რომ სამშობლოს თავი გაწირია. აი ეგ კი ბატონო. ოღონდ სპეკულირებს. ამან მაგრა გაწირა ესე სამშობლოს თავი. ოღონდ სპეკულირებს საკაიფო. 9 აპრილის მერე.
მაგრა გაწინა თავს. ვაიმე დედა, ვაიმე. გიგი უგულავა, ხამა იქნება ეს კუკოლო. ნამდვილი კაცი. უკვე ნამდვილ კაცებზე გადავა. რო აშკარ მასკულინურობის განსახიერება. კი, უკვე ისეთ იმენატი. აუცილებლად მასკულინურობის განსახიერება. თავა გიქსონ. ძალიან სახიფათო სიტუაციაა სინამდვილეში. მაგრამ მეორეს მხრივ უკეთესია რეალური სახე იყოს და აღარანაირი მუხრუჭი ამათ არ ქონდეს, იმიტომ რომ ქრონიკულ დაავადებას ჯობია ანთებითში გადავიდეს და ανთებითი უმკურნალოთ, იმიტომ რომ ანთებიც უფრო სწრაფად უმკურნალებ. ქრონიკული ისე მოგკლავს და მოგუდავს, რაც ივანიშვილს უყვარს. აუზიო ქრონიკული დაავადების ალუზია ბევრად მაგრა ერგება ნაცებს. ანუ იმენა ნაცებზეა. ეგ სამედიცინო მეტაფორა თუ მაგალითი. ერთი მეგობრებო, იქიდან დაარეკე. ოღონდ ესენი არიან ქრონიკული ვენერიული დაავადებები. რომელიც გადაიღეს არ გიდე ხა ეს სიტყვის რაღაცა და ეს თავი მოგვეჭრება. ხო? გაჩვენე. გუსარი მალჩაც არა და ისი რა კაი რაღაც მაგ გასარებული. პარუჩიკიჟევსკი მალჩაც. არა, სინამდვილეში უგულაო როგორც კუკოლდების კუკოლდი. იცის მაგან დაავადებების შესახებ ყველაფერი. კარგად რა ჯობია, როდის გამწვავება ჯობია. სად რა უნდა გააკეთოს? უკეთ იცის და უნდა დაუჯეროთ, მეგობრებო, დაუჯეროთ. თინა ბოკუჩავა. აიფონა. მე მგონი არავინ მოიძებნება საქართველოში, ну, ყოველ შემთხვევაში ჭკუათ მყოფელი, რომელიც ან პროპაგანდის წარმოუდგენელი მსხვერპლი არ არის, ან თავად პროპაგანდისტი არ არის, ვინც იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყო, არის და ყოველთვის იქნება პროევროპული, ევროატლანტიკური ძალა. რომელსაც კი გასაგებია, რომ შეიძლება მართლობის პერიოდში, მაშინ როდესაც ამერიკის სტავლობდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გასაგებია, გასაგებია. ну ეგ ეს რაღაცა ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა და გაყიდა და უჭაში ხალხი დახოცა რაღაცა ცოტა და პროცენტულად რამდენია ის რაც გააუბედურეს? რამდენი 1%, ხო? რა გააუბედურეს? არის ხო ხა წადეს? 1-2 გადაცნობა, შეცდომა. შეცდოს პრეზიდენტს ტელეფონი უჩქებია. ო. რობელს არის. მაგრამ შენთვის ლობიო ხო უჭმევებინებია. მე რა შევს კი მეგერ მაჩუკა მე გამიმასპინძლა ზმაო. ამას არ დარჩა ამას ის ლობი. აჩუკა. გრევად მისა. რაღაცის სანაცვლოდ. ბიჭო ის ლობიო თვითონ მოხარშა თუ ის. ეგრე თქვა ეხლა რა ვიცი ზადების პროცესში არ მინახავს და წყალი უნდა გამოუცვალო ლობიო რაღაცები უნდა იჩარჩო შეკმაზო. კი, ქართულ თემებს აწვევდა. ეკლერი ناقიდი ქონდა ნაღდად, მაგრამ დარშო ჩემი გაკეთებულია მე უფუსებოდა. ეჭვებარება რა. კაი, სალომე სამარდაშვილი. დიდი ეჭვებარება. მიმაჩნია პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენ არ გვაქვს ის ასე ვთქვათ განგაშის დრო არ ითმენს და ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე დღეს საუბარი იმდენად ნაადრევია რომ იმდენად სწრაფად იცვლება ვითარება რომ ჩვენ დღეს უნდა ვკონცენტრირდეთ ყოველდღიურ რეჟიმში რას ვაკეთებთ იმიტომ რომ ეს გემი ეხლა რომელზეც ჩვენ ერთად ვხედავთ ჩაძირვის პროცესია დრო არ ითმენს აღარ გვაქვს ანუ განგაშის ზარები არის სასწრაფო დასატეხიო თუ პირიქითო არ არის საგანგაშო სიტუაციაო მე მგონია როგორ თქვა იცი ჩვენ ეხლა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში მოვიგოთ არჩევნებს და არ დაველოდოთ არჩევნებს ალბათ განგაში არის ასატეხიო დღესვეო ხო არა ცოტა ის უჭირს აზრის გადმოცემა ვერ გავიგე ჩვენ რო გოგო მოგწონს შენ გულბაზი არა ის არ იქნება აი ეგა ბიჭი დაემატა ამას რას მეუნებ ბიჭო ესე მითხრეს დაბა გაუშვათ მოკლეს ეს ფემინისტური მოძრაობა ესე აბა აი აუ გაფუჭესა ენი თვიცავთო? რასა ენი თვიცავთ ხო არა მოს რატო გესმის ყველაფერი მე აი აბა რა თქვა საცოდა აბა მე ეგრე გავიგე ამის რაცა ენი თვიცავთ სიმართლეს რასა მოს ერი თვიცავთ სიმართლეს მეგობრებო აი ეს რა არის თქოთ დასვათ დიაგნოზი ეს არის ყველაფერი მშვენიერებისადმი რომ დახშული გქონდეს აი ეგ არის
შვენიერი, ოღონდ ხო იცი შვენიერი რას ნიშნავს? შვენიერების განმარტება. შვენიერის მეტაფიზიკა, კანტი, შოპენჰაუერი რაღაც, აი ეგეთი მშვენიერის პლატონიდან მოდის. ეგეთი მშვენიერის დახშულობა არის. იდეასთან აქ ესთეტიკა არ არის, სტილი აქ არ არის და შინაარსი მესამე გოგოც არის. მესამე გოგო. ჩამიგდე? ტრიო? არა, ეს კიდე ცალკეა რა, ანკლავი არის ეს, ის ორი ხო დუეტშია. და მე გამოვიდა ეს. და ეს აღარ იმოს არ მოეწონა ლეგიტიმაცია არ მიცემ, რომ ის ამის მერე აღარ გამოვიდა. ეს როგორ ეს რარიტეტია? ეს იშვიათობაა? ეხლა არის სოლო. რომელიც არ ვიცი ვინ არის და ვერ განვითარდა, იმიტომ რომ მაფია. იმიტომ ეს ერთი მოყვილალების მაფია. One hit wonder იყო, ეს ერთი გამოვარდა და გაჩერდა. რაზე გეცე? მათგორების მაფია ხო? ხო, ყველაფერი ჩემი მომყვილალები. მოყვილალების მაფია. კი. ცაკი არის. კი, ჩემი მომყვილალები. არ მიიღებენ, არა, მოყვილალებიც ხო არის? კი, კი. გავშ. არ ვარ გაი. სადარია შვილები, შვილები აფარია. სადარია შვილები, შვილები. არა, ეს უკვე შვილები აქ არის სწორსამომი, გულბოს ჯუნიორი აქ არის. ვანო მაჭავარია და სიჩი აქ არის. რავი, გადმოხდეს. ეს ყურე აი ის ჯობია, ეს არ ვარ. ვანო მაჭავარიანი ვინ არის? მიშა მაჭავარიანი. მიშა მაჭავარიანი. ვანიკო, მიშას ძმა. ხო, მიშას ძმა იყო ვანო გიბოდა. კაი, აი კიდე ის რუსი შვილია, მიშასია თუ ანოს? მიშას. მიშას. გაუშვი შეიძლება ერთხელ. არა. სტუდენტების გეჭირება. აი ამოტოლა არისო ჩვენი ძალა. საიდან მოდიხარ? საიდან მოდიხარ? ანუ შენ რა გინდა ეხა ამაზე? აბა სერიოზული ესეისტური გარჩევა დავუწყო? არა, არა, ამოტოლა და გაჩერდი ბაჭი. ანუ ჩვენ ძალა დიდია სხვა რა კომენტარი შეიძლება გააკეთო. ზო, კაი. აი ნუ შევართ, განხილ. მოვჩეთ. არა ხო, და მარე მოვჩეთ უკვე დღეს მაინც ნელ-ნელა. ნელ-ნელა ციხა-ციხა. ციხა-ციხა მიქშეთ გავიდეთ. ხვალამდე მეგობრებო. აბა კარგი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და მოვიგებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. უეჭველი, ყველაფერი კარგად იქნება. ნახოთ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.